მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ხანძარია ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი. ეს არის გორგილაძის და აბაშიძის ქუჩების კვეთა, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე კორპუსის ბოლო სართულზეა სავარაუდოდ გაჩენილი ცეცხლი. ვიდრე შემოვიდოდი პირდაპირ ეთერში გამოვახერხე გავსაუბრებოდი ადგილობრივებს, მათ მითხრეს რომ სახლში არავინ არ არის, ანუ საფრთხე როგორც მათ მითხრეს წინასწარი ინფორმაციით შეიძლება ითქვას არავის არ ემუქრება. ეხლა უკვე მუშაობენ ადგილზე მეხანძრე მაშველები, ადგილზე მობილიზებული მაშველები. ხედავთ რომ ისინი ემზადებიან ცეცხლის ჩასაქრობად. გასაო დილო ხომ არ არის შენობაში თუ იცით? არა, გამოვიდნენ. როგორ? გამოვიდნენ, ხო? ანუ როცა გაჩნდა ცეცხლი შენ გამოვიდნენ თუ გამოსულები იყვნენ? ხომ არ არის ცნობილი რას უკავშირდება ეს ხანძარი? არის. კიდევ ერთხელ მოქალაქემ დაგვიდესურა რომ შენობაში ამ დროისთვის არავინ არ არის. აი აქადის კვამლი შენობაზე, ხედავთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. აქ ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი. გადაკეტილია გორგილაძის ქუჩის ეს მონაკვეთი. ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს გორგილაძის და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი. ახლა წამოდის კვამლი შენობის სახურავიდან. ეს სამსართულიანი შენობაა, უბრალოდ ორი სართული და შემდეგ დამატებული მესამე სართული, სვენი ეგრეთ წოდებული. ოჩას ასევე ცეცხლის ალი და კვამლი. როგორც აქ ვითხრეს შეკრებილებმა შენობაში არავინ არ არის და საფრთხე არავის არ ემუქრება. ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები ჯერჯერობით მაშველებს არ დაუწყიათ, მაგრამ ხედავთ რომ ადგილზე არიან მობილიზებული მეხანძრე მაშველები. აი ალბათ ხედავთ რომ სახურავთან შეიმჩნევა ცეცხლის ალი. არის დაგომლიანება. აი ეს დაგომლიანებაა შენობის თავზე. ხედავთ სახანძრო სამაშველო ბრიგადებს, რომლებიც მუშაობენ. როგორც აქ უთხრეს ასევე მოქალაქეებმა ეს
ცეცხლის გაჩენა უკავშირდება სავარაუდოდ სადენებს, თუმცა ეს არის წინასწარი ინფორმაცია, ასე ვთქვათ, მოქალაქეების ვერსია, რომელსაც ადგილზე გავესაუბრეთ. ეს არის გორგულაძის და ჰაიდარ-აბაშის ქუჩების კვეთა. მოგკითხულობთ ეს ვადევნებთ თქვენს კომენტარებს, აკითხულობთ სად ხდება ეს ვიმეორებ რომ ხდება გორგულაძის და ჰაიდარ-აბაშის ქუჩების კვეთაში ბათუმში. რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა ცეცხლი ერთ-ერთი შენობის მესამე სართულზე, ბოლო სართულია ეს ამ შენობის კორპუსში. აქედან შეიმჩნევა დაკვამლიანება შენობის სახურავიდან. ასე ვკითხულობ თქვენს შეკითხვებს, ხომ არ დაშავებულა ვინმე, ჩემთვის არ არის ცნობილი იმის დაშავების შესახებ. ადგილზე არის მობილიზებული ასევე სასწრაფო სამართლის დახმარების სამსახური. მეხანძრე მაშველები, როგორც ადგილზე გუთხრეს, არავინ დაშავებულა. და შენობის მესამე სართულზე უკვე ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ მეხანძრე მაშველები. ეს არის ბათუმი გორგულაძის და ჰაიდარ-აბაშის ქუჩების კვეთა. შეხედავთ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი. ისინი ადევნებენ თვალს ამ პროცესს. ბოდიში ხომ არ დაშავებულა ვინმე თუ გაქვთ ინფორმაცია? არავინ არ დაშავებულა. რას უკავშირდება სავარაუდოდ ეს ცეცხლის გაჩენა? ვერ გაცემ, კონკრეტულ პასუხს სავარაუდოდ სადენების ბრალია. ეს არის საცხოვრებელი კორპუსი და მესამე სართულზე გაჩნდა ცეცხლი. მადლობა. ამდენ მეგი ბატონის შეგავისაუბრეთ კიდევ ერთ მოქალაქეს, რომელსაც გითხრა რომ არავინ დაშავებულა ამ შემთხვევის შედეგად და ცეცხლის გაჩენა სავარაუდოდ უკავშირდება ელექტროსადენებს. ეს მოქალაქეების ვერსია, ადგილზე შეკრებილი მამოქალაქემა რაც გითხრეს, ჩვენთვის უცნობია ოფიციალური უწყებების პასუხი.
აი ასე გამოიყურება შენობის სახურავი, სადაც გაჩნდა ხანძარი. ეს არის საცხოვრებელი კორპუსი, რომელიც მდებარეობს ბათუმში, გორგილაძის და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში. ახლა გადაკეტილი აქვს პოლიციელებს ქუჩის ეს მონაკვეთი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. Извините. კაცრავად, ხო ვარ დაშავებულა ვინმე? თქვენ გადაიყვანეთ ვინმე? ეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურია. ამ ნაწილში კი ხედავთ რამდენიმე მანქანას მეხანძრე მაშველების და მეხანძრე მაშველებს, რომლებიც უკვე ცდილობენ ხანძრის ჩაქრობას. დაკომლენება ისე შეიმჩნევა შენობის სახურავზე. ამიტომ იმიტომ რომ გამოვხედები კორპუსებს გადანახებული. და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს ხდება ბათუმში, გორგილაძის და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთასთან მდებარე კორპუსს, საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ ახლა მეხანძრე მაშველები. მე ისევ ხედავ ცეცხლის ალს ამ შენობის სახურავზე, ასევე დაკომლიანება ისევ შეიმჩნევა. ისევ ჩანს ეს სპეციალი, არ ვიცი ეს რამე შესამჩნევია და აღქმადია ეკრანიდან. ასე ვხედავ წყლის ჭაულს, მეხანძრე მაშველები ცდილობენ ცეცხლის ჩაქრობას. და შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, გორგილაძის და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში. სწორედ ამ კვეთაში მდებარე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი. შენობის მესამე სართულს. გადაკეტილია ახლა ქუჩა გორგილაძის ქუჩის ეს მონაკვეთი ჰაიდარ აბაშიძის ქუჩიდან მელიქაშვილის ქუჩამდე და ადგილზე მუშაობენ მეხანძრე მაშველები. როგორც ჩვენ ადგილზე გვითხეს, არავინ დაშავებულა ამ შემთხვევის შედეგად. და უსაფრთხოდ მოხერხდა თითოეული ადამიანის გამოყვანა შენობიდან ცეცხლის გაარჩენის შემდეგ.
man. Ready? ასეთი ვითარება ამ წუთებში ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე უკაცრავად ეს არის გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთა, სადაც მდებარე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი. ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ მეხანძრე მაშველები, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ რომ ჩვენ ვართ ბათუმში გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთაში, სადაც მდებარე საცხოვრებელ კორპუსს დაახლოებით ნახევარი საათის წინ გაუჩნდა ცეცხლი. ხანძრის ჩაქრობას ამჯერად ცდილობენ მეხანძრე მაშველები. ადგილზე საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი, მათ გითხრეს რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და უსაფრთხოდ მოხერხდა თითოეული ცხოვრების გამოყვანა ამ კორპუსიდან, სადაც ცეცხლი გაჩნდა. სწორედ ამ შენობას ხედავთ თქვენ ახლა კადრში. შენობის მესამე სართულზე გაჩნდა ცეცხლი. შეიძლება ითქვას, რომ აღარ შეიმჩნევა დაკვამლიანება, ან სუსტი დაკვამლიანება. აბსოლუტებში გადაკეტილია ბათუმში გორგილაძის ქუჩის ეს მონაკვეთი ჰაიდარაბაშის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. შეხედავთ რომ აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი ფრეითად გადაადგილდება.
ბოდიში ჩააქრეს უკვე ხანძარი. ხანძარი როგორც ვთქვი უკვე ლოკალიზებულია, მართალია პოლიციელთან უცადიან გარკვეულ გამანობას ხოდადოა ჩვენი შეკითხვა. თუმცა აქ უკვე აღარ ჩანს არც ცეცხლსალი და არც კვამლი. აი სწორედ ამ ადგილიდან მოჩანდა სწორედ შენობის მესამე სართულზე სახურავიდან ძლიერი კვამლი და ცეცხლსალიც აღწევდა ასევე გარეთ. ხანძრემაშველები რჩებიან ადგილზე, მოქალაქეები კი როგორც ვთქვი იწყებენ დაშლას, რადგანაც ცეცხლი ლოკალიზებულია როგორც ადგილზე ჩანს. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთასთან მდებარე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი დაახლოებით 45 წუთის წინ საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე გაჩნდა ცეცხლი და ამ დრომდე ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ მეხანძრემაშველები როგორც ადგილზე შეკრებილი მოქალაქეება გვითხრეს შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და უსაფრთხოდ მოხერხდა თითოეული მცხოვრების გამოყვანა შენობიდან. შემთხვევის შესახებ ჯერ კიდევ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სამაშველო სამსახურიდან, მეხანძრემაშველები ადგილზე მუშაობენ. ვხედავთ რომ აქ საკმაოდ ბევრი მოქალაქეა შეკრებილი, კიდევ უფრო მეტი იყო აქ თავმოყრილი, მას შემდეგ რაც ძლიერი კვამლი გაჩნდა გორგილაძის ქუჩაზე და გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე. ცეცხლსალი აღწევდა ასევე შენობის სახურავიდან. ამ დრომდე გადაკეტილია ბათუმში გორგილაძის ქუჩის ეს მონაკვეთი ჰაიდარაბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ გორგილაძის ქუჩაზე, გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთასთან. როგორც გითხრეს ადგილზე შეკრებილი მოქალაქეება რომლებიც აქვე ცხოვრობენ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ეს ხანძარი უკავშირდება სავარაუდოდ ელექტროსადენებს. ამ შენობის მესამე სართულზე გაჩნდა ცეცხლი, სწორედ აქ იყო ძლიერი დაკვამლიანება და ასევე ცეცხლსალი შეიმჩნეოდა ასევე სახურავის გარეთ აღწევდა ცეცხლსალი.
ეხლა უკვე აღარ შეიმჩნევა დაკომლიანება, არც ეს სპეციალი. გითხულობ შეკითხვას როდის მოხდა ეს დაახლოებით 40 წუთის წინ გაჩნდა ცეცხლი ამ корпуსის მესამე სართულზე ეს корпуსი მდებარეობს ბათუმში გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთასთან და შეხება მიზეს ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია სამშობლო სამსახურიდან ან საგამოძიებო უწყებიდან საუბრობთ დაიწყება გამოძიება ამ შემთხვევაზეც და ის და მან გადაადგინოს გამოძიება დაადგინოს გამოძიების მიზეზები როგორც ჩვენ ადგილზე გვითხრეს მოქალაქეებმა რომლებიც აქვე ცხოვრობენ ამ ქუჩაზე მათ გითხრეს რომ ეს უკავშირდება სავარაუდოდ ელექტროსადენებს აი ამ რეტოში შეიმჩნევა დაკომლიანება შენობის სახურავზე, ასე თქვენ ხედავთ მაშველს корпуსის სახურავზე. ისაუბრებენ ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას.
გადაიცვა? შენობის სახურავი გაჩნდა მესამე სართულზე გაჩნდა არ ვიცი ხედავთ რომ ამ წეკრანის საშუალებით ეცდილობენ მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას. მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთასთან აქ მდებარე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი დაახლოებით 40 წუთის წინ. როგორც ბათუმელებს ადგილზე უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ეს ცეცხლის გაჩენა უკავშირდება სავარაუდოდ ელექტროსადენებს. აქ საკმაოდ ბევრი მოქალაქე იყო შეკრებილი, ახლა მათი რაოდენობა შემცირდა. მას შემდეგ, როცა დაკომლენება მიკლო, სწორედ შენობის აი ამ სახურავზე შეიმჩნეოდა იყო ძლიერი დაკომლიანება და ცეცხლის ალიც აღწევდა სახურავს გარეთ. ხედავთ რომ მაშველების ნაწილი სწორედ ამ წეკრანის გამოყენებით ცდილობენ ასევე ხანძრის ლოკალიზებას.
რაცა. უკაცრავად ვინმეს დაშირდა გადაყვანა შეიძლება გწუთით ეს სასტრაფოს წარმომადგენელი იყო მას თავისი შეკითხვა ხوار დაშირდა ვინმეს სასტრაფოს დახმარება და გუპასუხა არაო მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთასთან ამ ქუჩების კვეთასთან მდებარე კორპუსს გაუჩნდა დღეს ცეცხლი ხაზრის ჩაქრობას სამდრომდე ცდილობენ მეხანძრე მაშველები როგორც ბათუმელებს ადგილზე უთხრეს შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ცეცხლის გაჩენა უკავშირდება სავარაუდოდ ელექტროსადენებს ბოდიში რა გეჭირებით თქვენ ცხოვრობთ ამ კორპუსში რა ხან დიდი ინტერესია და ხანძარია ქალაქში რა არის თქვენი ცნობილი შეგიძლიათ რომ მოუყვე ჩვენს გახუროთ ყველაფერი ეხა მოვედი სამსახური და ვიცი ნამდვილად ვერ გეტყვით იმიტომ რომ არა ვარ ინფორმირებული დაშავებული არავინ არ არის როგორც არა გვეც ასე იცი ხო რა არის აქ ვინმე ვინც ამ კორპუსში ცხოვრობს თუ იცი ამ კორპუსში მაცხოვრებელი ხარეცა და აქ არ იქნება იქ იქნება მეორე მხარე შეიძლება აი ამ სტუდენტებზე იქნებიან აქ არავინ არ იქნება რამდენი ოჯახი ცხოვრობს ამ მესამე სართულზე კარგი მადლობა როგორც ხედავთ ამ ეკრანის გამოყენებითაც მუშაობენ მაშველები ადგილზე მე შეგახსენებთ რომ ჩვენ ვართ ბათუმში გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთასთან სწორედ აქ მდებარე საცხოვრებელ კორპუსს გაუჩნდა ცეცხლი ხანძრის ჩაქრობას ამდრომდე ცდილობენ მეხანძრე მაშველები როგორც ჩვენ ადგილზე გვითხრეს შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა თუმცა ეს ადგილზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაცია, ასევე ჩვენ ვკითხეთ სასწრაფო სამაშველო სამსახურს, ხომ არ დაშავებულა ვინმე და გვითხარ რომ არავინ გადაგვიყვანიაო. როგორც ხედავთ ამ მხრიდან ამ ეკრანის გამოყენებით მუშაობენ მაშველები. გადაკეტილია ქუჩა გორგილაძის ეს მონაკვეთი ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთიდან მელიქიშვილის ქუჩამდე
ბოდიში ხომ არ არის ვინც ცხოვრობს ამ კორპუსში რომ გავესაუბროთ? თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ხანძრის შესახებ რომ გითხრათ? აჟარია ჩვეულებრივ. ვინმე ხარ დაშავებულა? არა, მერცვალობა არა. მადლობა. როგორც ხედავთ, ჰაიდარაბადის ქუჩის მხარესაც არიან შეკრებილი მოქალაქეები. ვერც პრომეტი ადამიანი იყო აქ, მაგრამ უკვე ბოლო რამდენიმე წუთია მკვეთრად შემცირდა დაკვამლიანება. მანამ ცეცხლსალი ჩანდა გარედანაც. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, გორგილაძის და ჰაიდარაბაშის ქუჩების კვეთასთან. გორგილაძის ქუჩის ესპანაკვეთი არის გადაკეტილი ჰაიდარაბაშის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. აქ დაახლოებით ბოლო 1 საათია ძალიან ბევრი მოქალაქეა შეკრებილი, სწორედ მას შემდეგ, როცა ცეცხლსალი გაჩნდა ამ ქუჩების კვეთასთან მდებარე კორპუსის სახურავზე. ეხლა უკვე აღარ ჩანს არც ცეცხლი, არც დაკვამლიანება. ჩემს უცნობია არის თუ არა ბოლომდე ლოკალიზებული ცეცხლი. სახანძრო სამაშველო სამსახურის 3 მანქანა კიდევ რჩება ადგილზე, მეხანძრე მაშველები ასევე მუშაობენ შენობის მესამე სართულზე და სახურავზე, სადაც ცეცხლი გაჩნდა. თქვენ ხედავთ, რომ ამ წეკრანის გამოყენებითაც მუშაობენ მაშველები. სახურავზე ვხედავ რამდენიმე მაშველს. აი საკვამურის გვერდ არიან. ასევე ამ წეკრანს იყენებენ ტექნიკურად.
კი, გაიხსნა. Კითხულობ თქვენ შეკითხვას რამ გამოიწვია მიზეზი ხომ არ იცითო? აი ეს უნდა დაადგინოს გამოძიებამ. აქ კარგოზე გითხრეს რომ ეს უკავშირდება სავარაუდოდ ელექტროსადენებს. ეს არის მოქალაქეების ვერსია, რომლებიც აქ ცხოვრობენ გორგილაძის ქუჩაზე. უკვე დატოვეს მოქალაქეებმა შემთხვევის ადგილი, მას შემდეგ რაც უკვე მათმა დიდმა ნაწილმა დატოვა უკვე შემთხვევის ადგილი, მას შემდეგ რაც აღარ არის საკვამლიანება, აღარ ამოდის ძლიერი კვამლი შენობის სახურავზე, სწორედ იქ სადაც ახლა თქვენ ხედავთ ამ ეკრანს და მეხანძრე მაშველებს, ასევე ცეცხლსალი შესაძლებელი იყო გარედან. როგორც ადგილზე გითხეს, უსაფრთხოდ მოხერხდა გამოყვანა ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ ამ შენობაში. უკაცრავად, თქვენ ამ კორპუსში ცხოვრობთ? ის ინსელსაობა არის ჩართული. რომელი? ინსელსაობა. რა მოხდა, ხომ არ არის ცნობილი თქვენ? არის მაღაზია თქვენ, ხო? და ვერ ახერხებთ ახლა შესვლას, ხო როგორც თქვენ? მადლობა. ისევ ხედავთ მაშველებს შენობის სახურავზე.
ჩვენთვის უცნობია მიზეზები თუ რამ გამოიწვია ეს შემთხვევა. ამ მიზეზებს სავარაუდოდ დაადგენს გამოძიება. უბრალოდ ჩააქრეთ უკვე ხანძარი. არ ვიციო, ასეთი იყო მეხანძრემაშვილის პასუხი ხანძრის ჩაქრობაზე. თუმცა როგორც შეიმჩნევა ადგილზე აღარ ჩანს არც ცეცხლსაღალი და არც დაკომლიანება. როგორც ხედავთ, მეხანძრემაშველების ნაწილი რჩება ადგილზე, მათ ხედავ ასევე შენობის სახურავზე. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ბათუმში, გორგულაძის და ჰაიდარ აბაშის ქუჩების კვეთასთან, სწორედ აქ მდებარე შენობას სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსში მესამე სართულზე გაჩნდა ხანძარი დაახლოებით 1 საათის წინ. ადგილზე ეთესურად მუშაობენ მეხანძრემაშველები, ჩვენთვის უცნობია ბოლომდე ინფორმაცია იმ შესახებ თუ არის ბოლომდე ლოკალიზებული ხანძარი. როგორც ადგილზე გვითხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და უსაფრთხოდ დატოვა შენობა. ყველა პირმა რომ ცხოვრობს ამ შენობაში. რაც შეეხება მიზეზებს, ამ მიზეზებს სავარაუდოდ დაადგენს გამოძიება, როგორც ადგილზე მცხოვრება მოქალაქეებმა ბათუმელებს უთხრეს, ხანძარი უკავშირდება სავარაუდოდ ელექტროსადენებს. შენობის ამ ნაწილში სახურავზე შეიმჩნეოდა თქვენ ახლა ხედავთ საკვამურს და
მაშველის შენობის სახურავზე იყო ძლიერი დაკვამლიანება და ასევე გარდა ჩანდა ცეცხლის ზალი. ეხლა აღარ ჩანს არც ცეცხლის ზალი და არც დაკვამლიანება არ არის და მეხუთე მაშველების ნაწილმაც უკვე დატოვა ის შემთხვევის ადგილი. ასევე მოქალაქეებმა, რომლებიც მოიყარეს აქ თავი მას შემდეგ, რაც ძლიერი დაკვამლიანება გაჩნდა სწორედ გორგილაძის და ჰაიდარაბადის ქუჩების კვეთასთან მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე. ისევ გადაკეტილია გორგილაძის ქუჩის ეს მონაკვეთი ჰაიდარაბადის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე. ასეთი სიტუაცია ამ დროისთვის აქ. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან ნეტგაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და საანდო ინფორმაცია. ასეთი იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის ჩვენ ასევე მოგაზრდით ინფორმაციას ამ შემთხვევის შესახებ თუ რაც ქვეტყვიდან სამაშველო სამსახურში ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.